დაბადაზე ნალისკა. და იმიტომ ის იყო სწორით რომ ქალბატონი მადალი გადაწყვიტა სოფლის სკოლაში, ამ შემთხვევაში ლეღვნის საჯარო სკოლაში ჩატარებული იყო ასეთი ღია გაკვეთილი მოსავლისაგან. მოსწავლე გამოსული იყო როგორც მასწავლებელი. ჩვენ რომ ეს ცოტა ადრე გვწოდნოდა, აი ამ გაკვეთილს უკეთესად დავგეგმავდით და უკეთესად ჩავატარებდით კიდე. ქრისტინაც უკეთესად მისჯერებდა იმ ახალი მასალის შესახებ, რომელიც თქვენ გაგაცნოთ მან ამჟამად. ასეთი ღონისძიებები თქვენი აზრით არის, უნდა გავაგრძელოთ, უნდა ჩავატაროთ, რადგანაც ასეთი ღონისძიება არის დღევანდელი თქვენი სწავლის საფუძველზე, თქვენი ხვალინდელი დღის შექმნის საფუძველი. თუ ეხლა არ ისწავლეთ, თუ ეხლა არ მიეჩვიეთ, ბევრ რამეს მარტო გაკვეთილის ჩატარებას კი არა, ძალიან ბევრ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურული საკითხების შესწავლას, მათ წარმოდგენას თუ ეხლა არ მიეჩვიეთ, შემდეგ სკოლას რომ დაამთავრებთ, აი ამ გზას პირნათლად, კარგად, წარმატებულად ვერ გააგრძელებთ. აი ამიტომ ახლავე აქვე უნდა მიეჩვიეთ ყოველივე ამას. თქვენ რომ წარმატებები გაქვთ ცეკვაში, სიმღერაში, მუსიკაში საერთოდ, კულტურაში საერთოდ, ქალბატონი ირინეს დამსახურება არის და ეს არის თქვენი მომავლის საფუძველი. რისი სპეციალისტიც არ უნდა გამოხვიდეთ, კარგი ცეკვა თუ იცი, კარგი სიმღერა თუ იცი, ის მაინც გამოგადგება ცხოვრებაში. მაინც გამოგადგება ცხოვრებაში. ტელევიზორს ყველა უცქერით, ყველა ვიცით ის, რომ დიდი თანამდებობის პირები საუკეთესო ცეკვავენ თუ ღერთ. ასევია ეს. შეიძლება პედაგოგი არ გახდე, მასწავლებელი არ გახდე, მაგრამ გახდე მნიშვნელოვანი ეკონომისტი. და ბატონო, აი ამ შენი განათლებით მოიპოვა უფლება უნივერსიტეტში ლექციების ჩატარების. ლექციების ჩატარებელი პედაგოგი არის, მასწავლებელი არის, პროფესორი. აი ამიტომ მიეჩვიეთ ახლა ყოველივე მას, ნუ დაგეზარებათ და შემდეგ გამოგადგებათ. უბრალოდ კი არ გამოგადგებათ. ეს იქნება თქვენი მომავლის დიდი საფუძველი. ეხლა მე მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთანაც, თითოეულ დავსვეს. განსაკუთრებით ქრისტინა მედარიას. მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლალი დაბადაძეს, რომელმაც ბევრი რამე გააკეთა, აკეთებს და კიდევ გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ საუკეთესონი ეხლა და კიდევ უფრო საუკეთესონი მომავლისათვის. მიიღონ განათლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში და ეს განათლება გამოადგეს ჩვენ ქვეყანას. თვითეულო თქვენთაგანი ჩვენი ქვეყნის შვილი ხართ, დღეს ბავშვი მოსწავლე ხარ, ხვალ მოქალაქე იქნები, ჩვეულებრივი, სრულყოფილი მოქალაქე და უნდა შეასრულოთ ის მოვალეობანი, რასაც დღეს ჩვენ ვასრულებთ, მასწავლებელი ვართ თუ საერთოდ მოქალაქეები, ჩვენზე უკეთესად უნდა შეასრულოთ, იმიტომ რომ თქვენ მომავალი ხართ, დღეს გარკვეული ნაკლი რომ არის, ის ხვალ აღარ უნდა იყოს და ზედ კიდევ გაცილებით უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ლალი დაბადაძეს, რომელმაც არა მარტო ჩვენ რაიონში, არამედ მთელ ზესტაფონის რაიონში და მთელ დასავლეთ საქართველოში სახელი მოიხვეჭა
მოსწავლეებთან აი ასეთი გონივრული, მეცნიერული მუშაობით. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ გადამღებს, რომელმაც ეს სურათი გადაიღო და დღესვე ინტერნეტში გამოქვეყნდება თვითონმა თვითონმა იცით ხმარება ნახეთ და გაგეხარდებათ. ეხლა რომ გაგეხარიათ, ამაზე მეტად თქვენ მშობლებს, ჩვენ თანამემამულეებს გაეხარდებათ ეს და მოგილოცავს, ლალის მიგულოცავს. უდიდესი მადლობა თვითონაც ყველას კარგად იყავით და გავაგრძელოთ ეს საქმე. არცით სკოლას. არა, ახლა უკვე ხმებიან ეს ისინი. შენი სკოლა მომენატრა. დაიწყო თავიდანი. როცა აი ამ სკოლაში მამაჩემი გამოგზავნეს დირექტორად და მე მოვედი აი სკოლაში სასწავლებლად, ეს ფიჭვები და ეს ნაძვი იყო ძალიან დაბალი, პატარები. საახალწლოდ ეს ნაძვი მოვრთეთ საახალწლოდ და დღეს მისი მორთვა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ საახალწლოდ მოვრთეთ და სილამაზე იყო ფიჭვლარი და ნაძვი წინ. ეს ახლა ხმებიან ეს ნახე რამდენი ხანი არ მინახია და მომენატრეს ძალიან. ხოდა ვიღებ ეხლა სამახსოვრე ვიდეოს ამათთან ერთად. მენატრების სკოლა. შენ ლალა მიყვები ამათ. აყვები ხო, ლალი მელოდება,